საეთერშია მთავარი 9-ზე პაატე იაკობაშვილთან და დიკო ჯოჯუასთან ერთად. მთავარი არხის გუნდი წარმოგიდგენთ. ძალადობა ქუჩაში და თავდასხმა აქტივისტებზე. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი მცდელობა. რა შედეგები მოყვა მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმას. გამკაცდეს სისხლის ამახებული პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ლიქების შეურაცხყოფისა. დეოლიგარქიზაცია ისევ ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლებას ნიშნავს. რატომ მოელიან ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დამძიმებას. საქართველოს დებიძინიზაციის ნაცვლად შესაძლოა თქვენ მიიღოთ საქართველოს ორმაგი ბიძინიზაცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი შეიცვალა და გახდება დემოკრატი ლიდერი. ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი გავლელიშვილს პოლიცია სავარაუდოდ ხვალ დაკითხავს. რეანიმაციული განყოფილებიდან სწორედ ხვალ გადაიყვანენ პალატაში მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს მრავლობითი მძიმე ჭრილობა მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. გამოძიება პირველ რიგში მკვლელობის მოტივების დადგენას ეცდება. წინასწარი ინფორმაცია სამართალდამცველებს უკვე აქვთ დაკავებულის მამისგან, რომელიც მკვლელობის ღამეს სახლში იმყოფებოდა. მოკლული ქეთევან ედიბერძის ცხედარი კი ახლა უკვე მშობლიურ დმანისშია გადასვენებული. მოკლულს 4 თვის ახალშობილი შვილი დარჩა. ჩვენი ჟურნალისტი ნინი ჟიჟიაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინი, თუ არის ცნობილი, რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის შესახებ დამნაშავის მამას, რომელიც დანაშაულის ერთადერთი მოწმეა? სავარაუდოდ მომხდარის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს სწორედ ოთარ კავლელაშვილი, რომელიც არის გიორგი კავლელაშვილის მამა. დანაშაულიც მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა დმანისში, ამიტომ ნათესავებმა და ოჯახის ახლობლებმა მათი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ბევრი არაფერი არ იციან და ახლა ყველა ელოდება რა სიტყვის მამა, რომელმაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გუშინ სამართალდამცავებს ჩვენება, წინასწარი ჩვენება უკვე მისცა. ჟურნალისტები უკვე 2 დღეა ვცდილობთ ოთარ კავლელაშვილთან კავშირებას, მაგრამ უშედეგოდ ის ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და რამდენადაც ცნობილია, წყვილი იყო ჩვილისთვის გეგმიური აცრის ჩასატარებლად ჩამოსული და სწორედ აი ამ ღამეს მოხდა მკვლელობა და ამ მკვლელობას ყავს ერთადერთი მოწმე ბრალდებულის მამა ოთარ კავლელაშვილი. ქმრის მიერ მოკლული ქეთევან ედიბერიძე უკვე მშობლიურ სახლშია გადასვენებული. 27 წლის ქალი საკუთარმა ქმარმა მძინარე მოკლა. უმძიმესი დანაშაულის მოტივზე მოკლული ქალის ნათესავები ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. ედიბერიძის დედა ემიგრაციაშია. მისი 4 თვის ჩვილის გაზრდის ვალდებულება კი მოკლული ქალის მამამ აიღო. შოკირებულში საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია ესა. მაგას ვერ წარმოვიდგენდით. არ ვიცი. გაუგნებულები ვართ, შოკირებულები, პასუხი ჩვენ თვითონ ვერ გვიპოვია. თუნდაც სავარაუდო რაღაცა პასუხი ვიპოვოთ, რაღაცა რომ კითხვა და ვთქვა თუ აი მის გამო რაღაცა მოხდა. არ ვიცით არაფერი. არ ვიცი რა გითხრათ. სმაკი უყვარდა. დანარჩენი არაფერი არ ვიცით. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის მიზეზზე ვერც კავლელაშვილების ახლობლები საუბრობენ. წყვილი 4 თვის ბავშვთან ერთად დმანისში ცხოვრობდა. მათი პირადი ცხოვრების დეტალები თითქმის არავინ იცის. მკვლელობა ბრალდებულის მამის სახლში მოხდა. ცოლ-ქმარი დედაქალაქში რამდენიმე დღით ჩვილისთვის გეგმიური აცრის ჩასატარებლად იყო ჩამოსული. მოტივი არაფერი რა, 4 თვია ბავშვი რაც ეყოლათ. აბსოლუტურად არაფერი არ არის, ცუდი. ყველა კარგს ველოდებოდით, აი მოხდა ეს უბედურება. მამა თუ ნახეთ მომხდარის შემდეგ. როგორ არა მთელი ღამე საღამოი ვიყავი. პოლიცია ხომ არ ყოფილა მოსული კი? დღეს არ ვიცი იყო თუ არა. გუშინ მთელი დღე გამოკითხეს მამა თუ იცი? კი. და აი თვითონ მამის ვერსია რა არის? არაფერი, იგივე თქვით რასაც მეგეუბნებით. აზე არა ვარ. მოდიოდნენ ხოლმე აქ მამასთან. ხომ მე ამ ბოლოს არ მინახია, ბავშვი შეიძლება მაშინ ნახე. წამლები იყიდეს და წავიდნენ, ამდენად არ ვიცი, არ მინახია, ძალიან გამიკვირდა. არც ბაღში დამდგარი, აი ის რო გამოდიან ბიჭები, არა, სტილობიანად შემოდიოდა, მოგესალმებოდა, მეუღლეც აღვიდგინე მერე ძალიან კარგი ქოქო არ ვიცი, შედა გაუგნებლები არიან, სულ რა მოხდა მათ არ ვიცი.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალის დადგენილება დღეს მის სახაზინო ადვოკატს გააცნეს. პროკურატურა კავლელაშვილს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდება კი მე გამაცნეს, ანუ თავად ბრალდებულს ვერ გაეცნო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით არ არის მიზანშეწონილი მასთან ჩატარდეს რაიმე სამართლებრივი პროცედურები. დიდი ალბათობით პროცესიც მის გარეშე ჩატარდება. ბრალდებას გავეცანი ამ ეტაპზე არის სიცოცხლის კოდექსის 119 მუხლი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ოჯახის წევრის მიმართ. 30 წლის გიორგი კავლელაშვილი ამ დრომდე ჯეო ჰოსპიტალცის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბრალდებულს პალატაში სავარაუდოდ ხვალ გადაიყვანენ, თუმცა ექიმები მისი გამოკითხვის რეკომენდაციას პოლიციას ჯერჯერობით არ აძლევენ. პაციენტი იმყოფება ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში, გულში ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია, გულის ჭრილობა იყო და გაიკერა ჭრილობა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილური რჩება გაუარესების გარეშე. პაციენტის დაკითხვა დღეს არ მოხდება. მის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რამდენ ხანს ვარაუდობთ, რომ რეანიმაციაში დარჩება? სავარაუდოდ ხვალამდე. საბადრაკო სამსახურია მასთან. თქვენ არ გაცემთ გამოკითხვის რეკომენდაციას. ჯერ არ არის პაციენტის მდგომარეობის ჯანმრთელობა მაგ კონდიციაში. გიორგი კავლელაშვილმა მძინარე მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები გუშინ მიაყენა, შემდეგ კი თავი დაიზიანა. მძიმედ დაჭრილი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის ღამეს სახლში მხოლოდ ბრალდებულის მამა იმყოფებოდა. თვითმხილველიც და საქმის მთავარი მოწმეც სწორედ ის არის. სავარაუდოდ მომხდარის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია ოთარ კავლელაშვილს უნდა ჰქონდეს, ის გუშინ გამოკითხეს, მაგრამ ბრალდებულის მამა მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ქეთევან ედიბერიძე არ არის ერთადერთი, ვინც ოჯახის წევრისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა დაიმახსოვროს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის შემთხვევაში მათ 112-ზე დარეკვა და დახმარების თხოვნა შეუძლიათ. მატრიონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტს ქართული ოცნება რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. მმართველმა პარტიამ დღეს დაანონსა, რომ იწყებს მუშაობას შესაბამის კანონზე, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის ფაქტებზე სასჯელს გაამკაცრებს. კონკრეტულად, რას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი, უცნობია, უფრო მეტ კონკრეტიკას ქართული ოცნება საგაზაფხულო სესიისთვის გაასაჯაროებს. ამ ინიციატივით მმართველი პარტია იმ ფონზე გამოვიდა, როდესაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეთა დაჯგუფებები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მუქარისა და ანგარიშწორების შეძახილებით მიიჭრნენ. ადგილზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც ალტ-ინფოელებსა და ფერაძის მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის. ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან განვაგრძობთ საუბარს. ნინი, კანონმდებლობის რა გამკაცრებაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში, როგორ შეიცვლება სასჯელის ზომა? თიკო, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობს ქართული ოცნება და დეტალები მას შემდგომ გახდება ცნობილი, როცა საკანონმდებლო ინიციატივა მიიღებს საბოლოო სახეს და ის დაინიცირდება უკვე ბიუროს ხდომაზე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე და ამის შემდგომ გვეცოდინება ჩვენ ცხადია უფრო მეტი დეტალი თუ რას გულისხმობს ქართული ოცნება, თუმცა დღეს რაც გავიგეთ ანრი ოხანაშვილის ბრიფინგიდან არის ის, რომ სასჯელი უფრო მეტად იზრდება, ასე რომ ვთქვათ, და სასჯელის ზომაც სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის პატიმრობა, შესაბამისად უმკაცრესი სასჯელი იქნება გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელიც რელიგიურ ნაგებობებსა და ნივთებს შეურაცხყოფს. ანრი ოხანაშვილი დღეს ამბობდა იმას, რომ უმკაცრესი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის რაც ჩვენ ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე დღის წინ არის მიუღებელი და შეურაცხყოფს სწორედ რელიგიურ ნივთს, თუმცა როცა ჩვენ მას დაუსვით კითხვა თუ რამდენად მისაღები არის მისთვის იმ ხატის არსებობა სამების საკათედრო ტაძარში, რომელზეც გამოსახული არის სტალინის ფოტო, ის უკვე პასუხობს, რომ ამ დეტალებში ვერ შევა და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს მმართველი გუნდისთვის ეს კითხვა არასასიამოვნო აღმოჩნდა, რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი თანხმდებიან ერთ რამეზე, რომ ფარისევლობა არის ახლა ქართული ოცნების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს ისინი იცავენ რელიგიურ ნაგებობებს ან რელიგიურ ნივთებს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურული ძეგლების მიმართ, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტებს მაგალითად მოყავთ გელათის მონასტერი, რომელიც ყოველდღიურად ზიანდება ფრესკები, თუმცა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არ იდგმება. ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. ესეთი მასშტაბის ბოლშევიზმი და ესეთი მასშტაბის ბოლშევიკური ქმედება, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, არავის არ გაუკეთებია. რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, ძალიან კარგად იციან შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, იურისტებმა, რომელთა პირდაპირ მოვალეობა, რომ მისცენ კვალიფიკაცია. თუ ისინი შეაფასებენ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წესით უნდა დაექვემდებაროს ეს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი კონკრეტული ადამიანის, კერძო პირის საპასუხოდ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მეტყველებს იმაზე, რომ ოცნებას სურს აღნიშნული ფაქტის პროპაგანდისტული კამპანიისთვის გამოყენება საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების მიზნით. რაც უკიდურესად სახიფათოა და საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლისთვის. შესაბამისად, ჩვენ არ გავხდებით ხელისუფლების ამ ანტიეროვნული, ანტიევროპული მავნებლური კამპანიის ნაწილი. ქართული ოცნების მხრიდან ამაზე საუბარი არის დიდი ფარისევლობა. წლებია მე შეტანილი მაქვს მაგალითად საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი სწორედ ქართული ოცნების მოქმედებების შედეგად როგორ ჩამოინგრა და ჩამოიშალა გელათი ამ ფაქტის გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვითხოვ. მაგრამ არც ერთხელ ხელისუფლებას ამაზე ყური არ შეუბერტყავს. ახლა რამდენი კანონპროექტიც არ უნდა დააინიციონ, არაფერი არ უშველის მათ რეპუტაციას. ეს ის ხალხია, რომელსაც არც რელიგია აღელვებს და არც სულიერება. ამ პროცესებს და ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, უბრალოდ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს უძღოდა ალტ-ინფოს რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან მობილიზება ნატაფერაძის სახლთან. ისინი მიეჭნენ სამოქალაქო აქტივისტს და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშწორებით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა შეურაცხყოფელი სიტყვები ნატაფერაძის მისამართით. თავად სამოქალაქო აქტივისტი კი საუბრობს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის მობილიზებული ალტ-ინფოს წარმომადგენლები, მათ შორის არიან წახალისებულები ქართული ოცნების მხრიდან და ისინი მოქმედებენ როგორც ქართული ოცნების, საქართველოს ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამჯერად პატრულმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან კარგად იმუშავა, იყო ძალიან დიდი მობილიზაცია. ეს არის რაღაცა ცუდი სიზმარებით, ეს არის ლინჩის წესის დანერგვა, ისევ და ეს ხალხი თავისით ამას ვერ მოიფიქრებდა. ეს არიან მართული ძალიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით ხალხი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით და როცა ეკლესიები გვენგრევა ისტორიულ თავზე, ვიღაცა მატრონა რუსთაველის გამო, მოსკოველის გამო ამ ხელ ამბავი ატეხილი ეს რა თქმა უნდა არის ძალიან უშნოდ მართული საპატრიარქოს მიერ არიან მართულები რა თქმა უნდა საპატრიარქო რომელიც არის პოლიტიკური აქტორი რადიკალური დაჯგუფების წევრების მიერ მობილიზებული აქციის შემდგომ უკვე ალტ-ინფოს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც იზიარებენ ნატაფერაძის სამოქალაქო აქტივისტის პოზიციას, სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები მათ და უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება თავს ესხმოდა მაგალითად ნატაფერაძეს, აკეთებდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიეკლესიურია პოზიცია, როცა აპროტესტებენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები სამობის საკათედრო ტაძარში მოთავსებულ ხატს, რომელზეც გამოსახული არის სტალინი. ამ ყველაფრის ფონზე კი ქართულ ოცნებას არ დაუგმია არც ერთი ძალადობრივი ქმედება, რომელსაც დღეს თბილისის ქუჩებში ჩვენ ვხედავდით რადიკალური ალტ-ინფოს წარმომადგენლების მხრიდან. ოცნების ახალი ინიციატივის შესახებ ნინი ბალანჩივაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნინი, გმადლობთ.
ევროპელი პარტნიორებისთვის კი მოცემულობა არ იცვლება. დეოლიგარქიზაცია საქართველოში ნიშნავს დებიძინიზაციას. ამ აქსიომას მთავარ არხთან ინტერვიუში კვლავ იმეორებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის პოლიტიკურ ველზე დაბრუნების რეალურ მიზნებზე საუბრობს. ევროპელი დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით შეეცდება სანქციებისგან დაიცვას საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ძალაუფლება, გავლენა და ქონება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი უფრო დეტალურად აგვიხსნის ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციას. დიახ, რასა იუკნევიჩიანემ დღეს მთავარ არხთან ინტერვიუში განმარტა ის პოზიცია, რაც აქვს დღეს ევროპარლამენტში, თუ როგორ დაინახეს მათ ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში. ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, როგორც რასა იუკნევიჩიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაერჩინოს თავისი თავი პირველ რიგში სანქციებისგან და ასევე გადაარჩინოს მისი ქონება, გადაარჩინოს მისი ფული, გადაარჩინოს ძალაუფლება და ის პარტია, რომელსაც ის მართავს და რომელიც მის მხრიდან არის დაფუძნებული. რასა იუკნევიჩიანემ გაიგმეორა ასევე ის ცნობილი სიტყვები, რომელიც მას ეკუთვნის და რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ დეოლიგარქიზაცია დღეს ევროპისთვის, ევროპარლამენტის ნიშნავს ბიძინა ივანიშვილიზაციას. მან თქვა იგივე და კიდე ერთხელ ხაზგასმით თქვა ისიც, რომ სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და სწორედ ასე დაინახეს დღეს ბრიუსელიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა იმისათვის, რომ თავისი თავი გადაერჩინოს. პირველი რაც ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ გავიფიქრე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, იყო ის, რომ შესაძლოა მას სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა. ამიტომ საქართველოს დებიძინიზაციის ნაცვლად შესაძლოა თქვენ მიიღოთ საქართველოს ორმაგი ბიძინიზაცია. ამას ალბათ ვნახავთ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი შეიცვალა და გახდება დემოკრატი ლიდერი. ანუ ლიდერი, რომელსაც ესმის, როგორ მუშაობს დემოკრატია. მარტივია ვთქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას. ეს ძალიან მოკლედ. რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის ნათელია ოლიგარქს, რომელსაც გავლენა აქვს ქვეყანაზე, ბიძინა ივანიშვილია. მე არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელსაც იგივე გავლენა აქვს, როგორც მას. იქნება ეს მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, მთავრობაზე, მედიაზე, ბიზნესზე, ფინანსურ რესურსზე თუ სასამართლო სისტემაზე. ერთ-ერთი მიზეზი მისი დაბრუნების შესაძლოა ნამდვილად იყოს სანქციების საკითხი. დაასანქცირო ადამიანი, რომელიც მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, ეს ბევრად უფრო რთულია. ვფიქრობ, მას ასე ესმის პოლიტიკა, რომ დაიცვას საკუთარი თავი და მმართველი რეჟიმი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, გავლენები, ფული და ყველაფერი, რაც მის გარშემოა, რადგან ესეთი ადამიანები საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ. ვფიქრობ, ყველა დემოკრატია, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, ცდილობენ შესაძლებლობის ღია ფანჯარა დატოვონ ქვეყნებისთვის. ისინი ფიქრობენ არა ბიძინა ივანიშვილზე, არამედ ხალხის მხარდაჭერაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას, ვიდრე ეს ოლიგარქიული რეჟიმია. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რის გამოც სტრატეგიული პარტნიორები და მათი ლიდერები არიან ყურადღებით და თავს იკავებენ მსგავსი ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან. სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი და რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა დაეკავებინა. ეს არის განცხადება, რომელსაც დღეს ხელისუფლების ოპონენტები აკეთებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია თუ არ მოხდება ქვეყნის, მაშინ საქართველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე გაწევრიანების საკითხზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიხსნება და ერთ-ერთი მთავარი წინაღობა, რაც დღეს ქვეყანას აქვს, სწორედ ბიძინა ივანიშვილია და ამ ყველაფერზე სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად საუბრობენ, ამბობენ ოპოზიციაში. რაც შეეხება ხელისუფლებას, დღეს მმართველი პარტიის წევრები, რა თქმა უნდა, იცავდნენ ბიძინა ივანიშვილს, საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენი კარგი რამ გააკეთა მან ქვეყნისთვის და ქართული ოცნებისთვის საერთოდ გაუგებარია, თუ რატომ უნდა დასანქცირდეს დღეს ბიძინა ივანიშვილი. ასეთი სიხარული და შივილ-ხევილი, როდესაც არის ამ საკითხებზე ქართველების მხრიდან სირცხვილია ელემენტარულად. რატომ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება სანქციები დაუწესოს რაღაცა გარკვეულმა საერთაშორისო სტრუქტურამ? რა მიზეზით? აი რატომ? რა გააკეთა ცუდი? რა არის მისი დანაშაული გარდა იმისა, რომ ემსახურება თავის ქვეყანას? ძალიან დიდი აფიორა და ბლეფია მისი მთელი ეს პოლიტიკური თამაში, არაერთხელ დადასტურებულა და მე მაგალითი მინდა გითხრათ, რომ პლახატნიუკი ზუსტად პარტიის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში და მან ზუსტად იგივე, ვთქვათ, ოლიგარქიული გავლენით სარგებლობდა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ის მოქმედებები, რომელიც
გამოიწვევს სანქციებს, მას არ ააცილებს თავს და არ იქნება ზუსტად რაღაც გამოსასყიდი იმ შემთხვევაში, თუ იგი არის, რა თქმა უნდა, პარტიის საპატიო თუ არასაპატიო თავმჯდომარე. ამას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. მანამ სანამ დეოლიგარქიზაცია არ შესრულებულა, ბუნებრივია საქართველოს ვერ გახსნის მოლაპარაკებებს წევრობასთან დაკავშირებით და შესაბამისად ბიზნესა ივანიშვილი უნდა გვესმოდეს არის ის უმთავრესი წინაღობა, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია საკუთარ ევროპულ გზაზე და სწორედ ამიტომ საუბრობენ ჩვენი პარტნიორების სანქციებზე მისი ხსენების კონტექსტში. თუმცა ძალიან კარგად ესმით, რომ ივანიშვილი არის სწორედ ის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია შემდგომი ევროპეიზაციის გზაზე. დაიცავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს შესაძლო დასანქცირებისგან პოლიტიკაში მესამე დაბრუნება და საპატიო თავმჯდომარეობის მიღება ქართული ოცნებისგან ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორები ასე ღიად არ საუბრობენ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ რა თქმა უნდა საპატიო თავმჯდომარეობა მას ამ სანქციებისგან ვერ დაიცავს და ყველა ხაზგასმით ამბობს, როგორც ოპოზიციაში, ასევე სტრატეგიული პარტნიორები იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ის, რომ ევროპა ყველაფერს ხედავს, სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ და ქვეყნის არაფორმალური მმართველობა ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაუვა და სწორედ ამიტომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რომ ახლა წინა საარჩევნოდ ის ასე აქტიურად დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას და თავისი ქონება გადაარჩინოს. ეს ნინო სამყურაშვილი იყო, გმადლობთ ნინო. რუსული ავიაციის კრიზისზე საერთაშორისო მედია ფაქტებს აქვეყნებს. ნიუსვიკი და რადიო თავისუფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აქვეყნებენ მონაცემებს რუსეთის ავიაპარკის შესახებ და ეს მონაცემები უმძიმეს ვითარებას ადასტურებს. სხვადასხვა რიცხვებით გასულ წელს ავიაინციდენტების რაოდენობა რუსეთში მინიმუმ გასამაგდა, მხოლოდ დეკემბრის შემთხვევებმა კი 2022 წლის მთელ რაოდენობასაც კი გადააჭარბა. ამ დრამატული მდგომარეობის მთავარ მიზეზად საერთაშორისო სანქციები სახელდება Airbus-ისა და Boeing ტიპის თვითმფრინავები, რომლებითაც რუსული ავიაკომპანიები ოპერირებენ, სათადარიგო ნაწილებით აღარ მარაგდებიან და ბოლო რესურსით მუშაობენ. ნანიკო სისვაძე მუშაობს თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერშია. ნანიკო, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, რამდენად უსაფრთხოა რუსული ავიაკომპანიებით ფრენა და რა ემუქრება თვითმფრინავებს, თუ სათადარიგო ნაწილები კვლავ დეფიციტური იქნება? დიკო, ის რომ ნამდვილად რუსეთის სამოქალაქო ავიაცია არის ცუდ დღეში ადასტურებს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და ფაქტები, ვიდეო მასალა, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, თუმცა ერთია რას ავრცელებენ ადამიანები, რას ყვებიან ჟურნალისტები და მეორე რას ამბობს რუსეთის ხელისუფლება. კრემლი არ აღიარებს შექმნილ პრობლემას და არ სურს თვალი გაუსწოროს იმას, რომ დასავლური სანქციები ნამდვილად მუშაობს, არადა ფაქტი არის ცხადი, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბოლო პერიოდში რუსული სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავები მწყობრიდან გამოდიან და მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ და ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ ვიცით, რომ ამ ავიახაზებით მათ შორის სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეებიც პირდაპირ რეისების დანიშნის შემდგომ. არაერთი საქართველოს მოქალაქე სარგებლობს რუსული ავიაკომპანიებით და ჩვენ დღემდე არ ვიცით თუ რა მდგომარეობაში არის ეს თვითმფრინავები. საქართველოს ხელისუფლება სტატისტიკასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ ავრცელებს. და შესაბამისად არავინ იცის თუ რა პირობებში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. ყველანი გამოვიქეცით თვითმფრინავიდან შორს. აალება არ ყოფილა, მაგრამ ხმა გავიგეთ, თითქოს რაღაც აფეთქდა. ახლა მინდორში ვართ, მოვიდნენ ავტობუსები, რომ გადაგვიყვანონ. სახანძრო მანქანებიც ადგილზეა. რუსული სამოქალაქო თვითმფრინავების კატასტროფების ამსახველი ვიდეო მასალა ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში მრავლად ვრცელდება. ეს ურალის ავიახაზების ბოინგიც, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ხორბლის ყანაში ავარიულად დაეშვა. ბორტზე 167 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი. სანქციების შემდეგ რუსეთის თვითმფრინავები, რომ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან მწყობრიდან, ამას არამხოლოდ გავრცელებული ვიდეო მასალა, არამედ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს. სანქციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს უცხოური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შეზღუდვას, გამოიწვია მრავალი შეფერხება. მოქმედი 53 რუსული ავიაკომპანიიდან არაერთმა შეაჩერა ამა თუ იმ უცხოური წარმოების თვითმფრინავის ექსპლუატაცია, რაც რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო სათადარიგო ნაწილებით მომარაგების სფეროში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მეტყველებს.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის სიბერია რეალის გამოთვლებით ირკვევა 2023 წლის დეკემბერში რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავები თითქმის იმდენჯერ გამოვიდნენ წყობრიდან, რამდენჯერაც მთელი 2022 წლის განმავლობაში. თუმცა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო პრობლემას არათუ არ აღიარებს, არამედ რეალური ვითარების დამალვას ცდილობს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ აზიმუტისა და რედვინგსის მგზავრებს ლაინერების მდგომარეობის შესახებ რამდენად უსაფრთხოა რუსული ავიახაზებით მგზავრობა ინფორმაცია არ აქვთ. იმ ინფორმაციის დადასტურება, რომ თვითმფრინავები არის დაზიანებული, არ შემიძლია. ჩვენ პირადად ძალიან კარგად ვიფრინავთ. მგზავრები კარგად გრძნობდით თავს. ნახევარი საათი დააგვიანა ფრენამ უამინდობის გამო, მაგრამ სხვა მხრივ შეფერხება არ ყოფილა. ყველას გვიხარია, რომ პირდაპირ ფრენები აღდგა. ადრე 6 საათი მოუფრინავდით, გადაჯდომებით. ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ჩვენთვის. ახლა 1 საათში, 40 წუთში უკვე თბილისში ვართ. რაც შეეხება კომპანია აზიმუტს, ძალიან კარგი თვითმფრინავები ჰყავს. რაც შეეხება ჩვენს თვითმფრინავს, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში ქონდა. უსაფრთხოა თუ არა, ამაზე არ მიფიქრია. ბილეთი სადაც იაფიღირდა, იქ ვიყიდე და ჩამოვედი საქართველოში. მგონი ყველაფერი რიგზე ქონდა, მაგრამ ახლა უკვე ეჭვმეპარება, რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა. არ მაქვს ინფორმაცია თვითმფრინავების დაზიანების შესახებ, მაგრამ ახლა უკვე მეშინია და ეჭვმეპარება. ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა რუსული ავიახაზები ყოველგვარი კონტროლის გარეშე დაფრინავენ, რადგან სანქციების გამო ვერ ხერხდება თვითმფრინავების ევროპული მასალებით შეკეთება. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სანქციების შემოღებამდეც რუსეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ახლა კი სანქციების რეალური ეფექტის პარალელურად საქართველოს პირდაპირი ფრენები აქვს აღდგენილი და ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში კომფორტულად ქართული ბოინგებით იფრინონ. ამ ტიპის თვითმფრინავებს ძრავები აქვს ფრანგული წარმოების და ამ ტიპის თვითმფრინავებზე ძრავებს მეინტენანსი ანუ რემონტი არ უკეთდება გამომდინარე სანქციებიდან. არც ერთი მგზავრი, რომელიც თბილისის მოსკოვის მიმართულებაზე დაფრინავს, ფაქტურად ვერ სარგებლობს დაზღვევით. ამ ფაქტორებს თუ კი ჩვენ შევადარებთ იმ სტატისტიკას, იმ მგზავრთა ნაკადს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უკვე სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს ჩამოდის და აქედან მიდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტატისტიკა ტურისტული თვალსაზრისით შეიძლება იყოს მიზიდველი, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით და დაცულობის კუთხით არის კატასტროფული. იყო ევროპაში. ეხლა ვინაიდან სანქციებზე მოხვდა რუსეთი, ეს ხა ცდილობენ 98%, რომელიც არის ევროპული, ნელ-ნელა ჩაანაცვლონ თავიანთი ლოკალური წარმოებული ძრავებით, რაც რა თქმა უნდა საფრთხის შემცველი შეიძლება ესე იგი თეორიულად არის, რომ თუ როგორ მოხდება გადაწყობა სუპერჯეტის სრულად რუსულ წარმოებაზე, აი ახლა ხდება ამის მოდერნიზება. ეს კი ამერიკული გამოცემა Newsweek-ის ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ 2023 წელს რუსული თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართავობის რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ თუ კი პროცესები ასე გაგრძელდა და შემთხვევებს მსხვერპლი მოხდა, ეს რიტორიკა სწრაფად შეიცვლება. თამას გინტურის სასტიკი მკვლელობის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის. სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პარალელურად სულ უფრო ნათელი ხდება საქმის მიმართ სახელმწიფო უწყებების გულგრილი დამოკიდებულება. ოკუპანტების მიერ ჩათხრილული მაიორის ოჯახში ამბობენ, რომ დაპირების მიუხედავად საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები მათ ამ დრომდე არ შეხვედრიან. მივართო სტრასბურგის სასამართლოს. განარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. ორთვეზე მეტი გავიდა და არაფერი არ ვიცი. გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის თავარი ეს არის დაისაჯო ჩემი ძმის მკვლელი, ვინ ჩემი ძმა ჩაცხელა. ჩვენმა თავრობამ მოითხოვოს მისი საქმე, საქართველოს გაასამართლოს და აგებინოს პასუხი. ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაში ჩემი ძმა ჩაცხილდეს, ოჯახში კიდება მანქანა. აუცილებელია რომ ოჯახს კონდეს მასალებთან წვდომა, იყოს ინფორმირებული ყველა იმ საგამოძიებო ღონისძიების შესახებ, რომელიც გაიმართება ამ საქმის მიმდინარეობის პროცესში და მიზანი არის ის, რომ დამნაშავეები უნდა იყვნენ დასჯილნი და ეს საქმე უნდა იყოს ნომერი პირველი საქმე უახლოეს პერიოდში. თუ გახდება და ოჯახის ინტერესიც იქნება, შემდგომ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებთ რომ სტრასბურგის ადამიანთა სასამართლოსადმი იყოს ასევე მიმართვა, სადაც იქნება სწორედ დაყენებული რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით.
მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. მოწმედ გამოცხადებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა გადადო. სამსახურში ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მე მსგავსი დოკუმენტი არ გამიცია. პირადი ხარჯები არ გაიწეოდა ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ხარჯები არ კომპეტენციის ფარგლებში კანონის შესაბამისად რა თქმა უნდა ვიმოქმედებდი და დღესაც მასე მოქმედებ. კანონის ჩარჩოში რაც გასაკეთებელია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არ ვერ გავიხსენებ. არ გასწორთ ეს შემთხვევა. ამ წუთას ეხლა ვერ გავიხსენებ ეს რაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, როცა დამიძახებენ მოვალ და ვისაუბრებ თუ კი რამე კითხვაა. დღეს ახლა მართლა კომიკური სიტუაცია იქნა, რომ პროკურატურა მოგვევლინა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად. რაც მე ვისურვებდი, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაიცვას არა მარტო ამ დარბაზში, დაიცვას პენტენციურ დაწესებულებაში და ზოგადად სხვა უფლებების დარღვევები, რაც ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილს. სასამართლოზე გამოცხადების აქ ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიძახით. აქ მომავთ ის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცემდა განკარგულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო და სპეციალური სამსახური ვალდებული იყო ეს განკარგულებები შეესრულებია. ჩვენ გვაქვს 2014 წლის განკარგულება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა სპეციალისტების ხარჯების ანაზღაურება. და შემდგომ ასევე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ სპეციალურმა სამსახურმა, დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ნამდვილად აანაზღაურა ავია ხარჯები. და თუ ეს ამ ხარჯის გაწევა კანონიერი იყო 2014 წელსაც მე მიმაჩნია რომ კანონიერი იყო 2008-ში 9-ში 10-ში უნდა ყოფილიყო კანონიერი. შესაბამისად ბრალის ეს კომპონენტი აბსოლუტურად არარელევანტურია. ძაღლის სასტიკი მკვლელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის სასამართლომ არიფ გიოშოვი ციხეში დატოვა და მის მიერ ჩადენილი სისასტიკის საქმის განხილვას სასამართლო თებერვალში მიუბრუნდება. დაკავებულის პატიმრობას პროკურატურამ მოითხოვა და ადვოკატმა კი მოსამართლეს 5,000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ გიოშოვი პატიმრობაში დარჩა, როგორც ცნობილია, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ჩვენი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ესწრებოდა სასამართლო პროცესს და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ჯეიჰუნ, რა სასჯელი ემუქრება დაკავებულს და როგორია მისი პოზიცია? დიახ, ბატა, დაკავებულის პოზიცია დღეს არ იყო ცნობილი. თვითონ სასამართლო პროცესზე ბრალდებული არიფ გოიშოვი დუმილის უფლება გამოიყენა და მან სიტყვით გამოსვლა არ გამოიყენა ასეთი უფლება და დღეს მისმა ადვოკატმა მოსამართლეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და თქვა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში და როგორც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ორთვიანი აფკეთის სახით მას პატიმრობა მიუსაჯა, რაც ორივე მხარის პოზიცია მოისმინა და თუ ბრალი დამტკიცდება ამ შემთხვევაში არიფ გოიშოვს 1-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ანუ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, ჩემი დაცვის მყოფმა როგორ აღნიშნა, ქონდა მეორე ძაღლი, იგი გაუშვა და ჩვენ მოვიძებნეთ ეს ძაღლი და გადავიღეთ, რა თქმა უნდა, სურათი და წარმოვადგინეთ ცნობის სახით სასამართლოში. უკანონოა ბრალდება, ალბათ ამის შემდეგ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის მყოფი დამნაშავე არ არის. სასამართლოს სხდომაზე სრულად იქნა განხილული და ის ფაქტობრივი გარემოები, თუნდაც მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალის დათვალიერების სოქმები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ძალადობის ფორმა და ხერხი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, რა თქმა უნდა, ქმნის მყარ არგუმენტს იმის, რომ ბრალდებული მიდრეკილი არის ძალადობრივი ძალადობისაკენ, ის საზოგადოებისთვის საშიში არის.
მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე არიფ გოიშოვი ძაღლზე სასტიკად ძალადობდა. შემდეგ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მარნეულის პოლიციამ გამოძიება დაიწყო და დააკავა პირი, რომელისთვისაც უკვე ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო სისხლისამართლის კოდექსის 259 მუხლით, თუ როგორც გითხარით, თუ ბრალი დამტკიცდება, მას 1-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობ ჯეიჰუნ მუჰამედალი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს კოვიდის ახალი შტამის მოლოდინში ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ ჩვენს ქვეყანაში JN1 შტამის დაფიქსირებას, თუმცა ვირუსი უკვე მასშტაბურად არის გავრცელებული შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში. ხელისუფლების ოპონენტები ჯანდაცვის უწყებას სტატისტიკის დამალოშიც ადანაშაულებენ და ყოველდღიურ მონაცემებს მოითხოვენ. ქართული ოცნება კი განგაშის საშიშროებას ვერ ხედავს და არც ქვეყანაში ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას შქარობს. არავინ იცის დაფიქსირდა თუ არა საქართველოში COVID-19-ის ახალი ქვეშტამი. არ არსებობს სტატისტიკა და არც ოფიციალური მონაცემი, რომელიც ხალხს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. არის თუ არა ქვეყანაში ვინმე ინფიცირებული ახალი JN1-ით. რამდენად საშიშია ის, ან რა უნდა გააკეთოს ინფიცირებულმა, რომ ვირუსი არ გართულდეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მომაკვდინებელი ვირუსი თვითდინებაზე ყავს მიშვებული და მონიტორინგსაც არ აწარმოებს. არავითარი ინფორმაცია არაფერზე არ დგას, არც სტატისტიკური, არც სეზონურ გრიპზე, არც რა თქმა უნდა კოვიდის ახალ შტამზე. გვაქვს უკვე ლეტალური შემთხვევებიც, მე ვიცი 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, ზუსტად კოვიდით, დამძიმებული ანამნეზი იყო, საერთოდ არ დავასახელებ. ვერ სტატისტიკას ვერ უპოვო. ვირუსული ინფექციებს, რომელიც ეხლა ცირკულირებს, გრიპის, H1N1-ის თუ კოვიდის, სამწუხაროდ ამ მიმართულებით არც ორგანიზაციული, არც ტექნიკური, არც საინფორმაციო მზაობას ვერ ვხედავთ. ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომელთაც მათი მეთვალყურეობა და გავრცელება ევალებათ, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დახურულია, რეალურად მინიმუმ ხელმისაწვდომი არ არის მათ შორის პროფესიონალებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა ქვეყანაში კოვიდის რამდენიმე ტალღის გადავლის შემდეგ დატოვა და რომლის მუშაობის მიმართაც არაერთი უკმაყოფილება არსებობდა, დღეს მთავარ არხთან ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აღარ ქვეყნდება სტატისტიკა და რატომ არის ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმში. თავის დროზე სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე. რატომ არ დებენ? რატომ არ იდება? მართალგიტად ვერ გეტყვით. და არის ამაში არაფერი გასამალი არ არის. მომენტ რომელიც თქვა მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს, ეს სტატისტიკა იქნება თუ რეკომენდაციები, ვისურვებდი რომ რა თქმა უნდა უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან, იმიტომ რომ დღეს თვითონ თქვა ეს პრევენციული ღონისძიებების შეხსენება თუ იმიტომ რომ ცოტა მოვეშვით არა ამ თვალსაზრისით. ყურადღება საჭიროა და შეხსენება მოსახლეობისთვის მუდმივ რეჟიმში თუ რა ამ პერიოდში როცა ეს ვირუსები აქტიურდებიან თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა იქნეს დაცული. COVID-19-ის ახალი ქვეშტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა. JN1 მარტივი გავრცელებით ხასიათდება. ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მოუწოდა ქვეყნებს სასწრაფოდ შეიტანონ ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად ამ შტამს ებრძვის და უზრუნველყონ მოსახლეობის ვაქცინაცია. ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში კი ხალხს შეახსენა, რომ ვირუსი არსად წასულა. ის მუტაციას განაგრძობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან ყველა სიფრთხილე გამოიჩინოს. ზოგადად აშკარად მოსახლეობას აკლია კომუნიკაცია ოფიციალური პირების მხრიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირი შფოთვაა ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდის შემთხვევები ჯერ ისევ არის, ზოგი ამბობს, რომ იმატებს, ზოგი არა, თუმცა ესეთ კლინიკურ პრაქტიკაზე დაკვირვებით შემთხვევები აშკარად საკმაოდ ბევრია. ამიტომ ამასთან დაკავშირებით რაღაც ოფიციალური სტატისტიკა ან ოფიციალური განცხადებები ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნებოდა. სამეცნიერო კუთხით მნიშვნელოვანია ტიპირება, რომ ვიცოდეთ რა შტამები ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში. მართალია კლინიკური მართვისთვის ამას გადამზადდება
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ინფორმაციულად მაინც მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი არ ხდება, ჭირდება თუ არა დამატებითი პრევენციული ზომები თუ არა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ომიკრონს და კოვიდს და კოვიდის ახალ შტამებს, მის საწინააღმდეგო ეფექტური, მეტნაკლებად ეფექტური ვაქცინები თუ ექნება ქვეყანას, რომელიც რისკ ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი, არის ძალიან კარგი. რისკ ჯგუფებში, ანუ თუ რისკ ჯგუფებს აღენიშნებათ, ეს არის ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ჯობია რომ ასეთმა ადამიანებმა დროულად მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, გვაქვს გრიპთან თუ სხვა რესპირაციული ინფექციასთან საქმე და შესაბამისი სწორი ადეკვატური მკურნალობა დაენიშნოთ მათ. სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ აუცილებლად თვლიან სტატისტიკის გამოქვეყნებას. ხალხს კი აფრთხილებენ, რომ ისევ გამოიყენონ პირბადე, ხშირად გაანიავონ ოთახი, სადაც იმყოფებიან, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს. ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტი ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტმა ბალტიის ქვეყნებში ტურნე დაიწყო და პირველი ვიზიტით ვილნიუსში ჩავიდა. ზელენსკი კოლეგა გიტანას ნაუსედასთან 200 მილიონ ევროს დახმარებისა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართულ უკრაინას ამუნიციით, გენერატორებით, დეტონაციის სისტემებითა და ჯავშან ტრანსპორტიორების ახალი პარტიით დაეხმარება. ვილნიუსში ჩასულმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან. ლიეტუვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ესტონეთს და ლატვიას ეწვევა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე, რა დროსაც ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაზიანდა. ხარკოვის მერი წერს, რომ დაბომბვის დროს 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა საბედნიეროდ შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. ეს არის ცალსახად სამოქალაქო ობიექტი, ამიტომ ჩვენმა მტერმა მორიგჯერზე დაადასტურა, რომ ის ტერორისტია, წერს იგორ ტერეხოვი. სპეცოპერაცია პოლონეთის დედაქალაქში სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სასახლეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი დააპატიმრეს. ორივე მაღალჩინოსანი უწყებას 2019-23 წლებში ხელმძღვანელობდა. ორივე პრეზიდენტ ანჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა. ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მომენტში პოლონეთის პრეზიდენტი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა. კამინსკი და ვონსიკი სასამართლომ 2023 წლის დეკემბერში ხელმეორედ ცნობდა. ამდაშავედ 2007 წელს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2024 წლის მსოფლიო გამოწვევების საერთაშორისო ექსპერტები იმ რისკებზე საუბრობენ, რომლებმაც შესაძლოა გლობალურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. უმთავრესია ამ დროისთვის შეერთებული შტატების მოახლოებული არჩევნებია და სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს მსოფლიოს პოლიტიკურ მომავალს. არჩევნების შედეგებთან არის ასევე დაკავშირებული სამყაროს ცხელწერტილებში სისხლისმღვრელი კონფლიქტების დროულად და ეფექტურად დასრულებაც. გამოწვევების ათეულში მოხვდა რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ჰამასის სისხლიანი დაპირისპირებაც. რისკად არის შეფასებული თავად კრემლის აგრესიული პოლიტიკა და ოფიციალური მოსკოვის მოკავშირეების პოლიტიკა. თავარი საფრთხეები მსოფლიოსთვის 2024 წელს. რას მიიჩნევენ გლობალურ რისკად? სპეციალისტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს ასახელებენ. კენჭისყრას როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Time-ი პირველ ადგილზე აყენებს და არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა პოლიტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაამწვავოს. სპეციალისტების შეფასებით ეს პროცესი ქვეყნის დემოკრატიის გამოცდა იქნება. მათი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნები კონგრესშიც, ძალთა გადანაწილება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ამაზე კი არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო და გლობალური პოლიტიკაცაა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე არის დიდად დამოკიდებული ომის ბედი და მსვლელობა უკრაინაში, ხო? ძალიან ესეთი რთული და თან თითქოს მარტივი პროგნოზირებადია, თქვა თუ ტრამპი აირჩიეს, როგორ შეიძლება განვითარდეს
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა. ანუ არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვები, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში მისი ასე ვთქვათ მეორე ვადა შეიძლება იყოს ბევრად უფრო უარესი ვიდრე პირველი ვადა, ეს სუდად აისახება უკრაინაზე. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გადაიხედოს ნატოსთან შეერთებული შტატების პოლიტიკაც და ბზარით შეიტანოს. ასევე გაიზარდოს რუსეთის გავლენებიც. რუსეთი ამერიკული გამოცემა Time-ის რისკების ჩამონათვალშიც მოხვდა. 2024 წელს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩრდილოელ მეზობელს მიიჩნევენ საქართველოშიც. საქართველოსთან მიმართებაში რა თქმა უნდა პირველ რიგში არის რუსეთის ფედერაცია, მისი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და კერძოდ ის თუ როგორ დასრულდება ეს სამხედრო აგრესია. ასე ვთქვათ, ნაწილობრივი გამარჯვების შემთხვევაში და დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაცია შეეცდება, რომ კიდევ უფრო მეტად აღიდგინოს და მოიპოვოს ექსკლუზიური გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და მათ შორის საქართველოს. საქართველოს წარმოადგენს მის სამიზნეს, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი რიგის რისკებზე თუ საუბრობთ, პირველი რიგის რისკი საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ეს არის. რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი გლობალურ გამოწვევებს შორის მოხვდა. Time-ის სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ფართო მასშტაბიანი ომის ზღვარზე მყოფი ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო მოქმედებებში შეერთებული შტატებისა და ირანის ჩართვის საფრთხეზე, რაც აჩენს რისკს გაძლიერდეს გეოპოლიტიკური უთანხმოებები და გლობალური ექსტრემიზმი. რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საფრთხედ რჩება 2024 წელს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ჩვენთვისაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც ბევრი უწოდებს მსოფლიო ომს და რეალურად ასეც არის. თუ ამას დავამატებთ იმას, რაც ხდება ისრაელ-პალესტინას შორის და კიდევ არაერთი კონფლიქტი შეიძლება გააქტიურდეს საერთო ჯამში, ეს არის გლობალური დაპირისპირების მაჩვენებელი და 2024 წელს გადამწყვეტი იქნება ის საკითხი, რომელსაც ახლაც განიხილავენ ამერიკელი კანონმდებლები, კერძოდ ეს არის სამხედრო დახმარების საკითხი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ომში მყოფი ქვეყნების დახმარების საკითხი უმოკლეს ვადებში იანვრის ბოლომდე გადაწყდეს. იმისათვის, რომ მაგალითად უკრაინას ჰქონდეს საკმარისი აღჭურვილობა რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. რისკებს შორის მეოთხე ადგილზეა უმართავი ინტერნეტ ტექნოლოგიები. სპეციალისტების განმარტებით, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მათი რეგულირება ვერ ხერხდება და ხშირად ის გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვისაც, სარგებლობენ კრიმინალებიც. ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა მაღალი ტონის ტექნოლოგიები შესაძლოა ვერ იყოს სწორად მართული და ის გამოყენებული იყოს ბოროტი მიზნებისთვის, როგორიც არის, ვთქვათ, მეზობელი ქვეყნებზე გავლენის ზრდა, დემოკრატიის ძირის გამოთრა და ასე შემდეგ. ცალკე პრობლემა არის ასევე კრიმინალების ხელში ტექნოლოგიების ტრანსფერი, ტექნოლოგიების მოხვედრა, იმიტომ რომ მაგალითად იგივე deepfake-ი, რომლითაც შესაძლებელია, ვთქვათ, პოლიტიკური შანტაჟი ან გარკვეული, ვთქვათ, მასალების გაყალბება, ხელოვნურ ინტელექტზე და დაფუძნებული შეიარაღების წარმოება, ან ვთქვათ, ეს რაღაც გავლენის ოპერაციები, უნებრივია რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. Time-ის რეიტინგის მიხედვით ამ გლობალური პროცესების ფონზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება მსოფლიო ეკონომიკაც. რუსეთი როგორც რისკი კიდევ ერთ კატეგორიაში მოხვდა. თაღლითების ღერძი, ასია დასათაურებული მეხუთე პოზიცია. სტატიის ავტორი წერს, რომ 2024 წელს რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი გააძლიერებენ ერთმანეთის შესაძლებლობებს. რისკებს შორის არის ჩინეთიც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა წელს დასუსტდება, შიდა პოლიტიკური კრიზისი კი გაძლიერდება, რაც შესაძლოა რეგიონზეც აისახოს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს სიმსივნე დაუდგინეს. უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკემბერში ოსტინმა ქირურგიული პროცედურა ჩაიტარა პენტაგონში. განმარტავენ, რომ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა, პროგნოზი ოპტიმისტურია და თავდაცვის მდივნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო საათების შემცირებას და ხელფასის ზრდას მოითხოვენ. პროტესტის გამო შეჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლების დაახლოებით 80%. კომპანიამ კი შეიმუშავა დროებითი საგანგებო გრაფიკი, რომლითაც მხოლოდ მოკლე მარშრუტების ნაწილზე გადაადგილებას უზრუნველყოფს. Asta იყო დღევანდელი დღე და მთავარი ცხრაზე. თქვენ წინ გეულდებათ სპორტი მთავარზე დავით ერაძესთან ერთად, ჩვენ კი ხვალამდე გეფშტობთ. აყვავდეს.